კი ბატონო. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მან აი ეს წერილში რაც ეს ქვეყანაშია, გარკვეულწილად მაინც ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან და ადამიანებს ძალიან ძიმე დაავადებას, რომელიც არის ტრიქინელოზი. აღნიშნული დაავადებას თუ შეიძლება რომ უწოდოთ, რომ არ არის უпростоრად ერთ დადებითი მხარე თუ შეიძლება ასე ითქვას აქვს ის რომ ეს არ არის არც ბაქტერიული დაავადება, არც ვირუსული, არც სოკოვანი რომ დაუშვათ აირწვეთოვანი გზით ან შეხებით გადადიოდეს, ის გადადის მხოლოდ და მხოლოდ დაავადებული ხორცის ჭამით. სხვა მხრივ ეს დაავადება ადამიანისთვის სხვა მხრივ ის ადამიანს ვერ გადაედება. ნუ ყველაზე ამაზე ბევრი თქმა შეიძლება ღორების რაოდენობა საქართველოში საკმაოდ შემცირდა 2007 წელს დაფიქსირებული ღორის აფრიკული ცხელების გამო და შესაბამისად იყო რაღაც პერიოდი სადღაც 14-დან 18 წლამდე, როდესაც ტრიქინელოზის შემთხვევები პრაქტიკულად არ ხდებოდა. თუმცა საქართველოში ყოველთვის იყო ეს დაავადება, ყოველთვის იყო საკმაოდ პრობლემატური, აი მოკლედ რო გითხრათ 1970 ესეთი შემთხვევები იყო, რომ ერთ-ერთ кейპში 22 კაცი დაავადდა, ხოლო 2000-დან 2005 წლამდე 1200 შემთხვევა იყო საქართველოში აღწერილი, ასე რომ საკმაოდ რთული და საკმაოდ საშიში დაავადებაა, გარდა იმისა, რომ თუ სწორად არ მოიქცევით ეს პირველ რიგში ეხებათ ფერმერებს, ვისაც ღორები ყავს და რა თქმა უნდა იმ ხალხს და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ღორის ხორცს შეიძენს და მონადირეებსაც, ესეც არ დავგავიწყდეს. პირველ რიგში იმის გამიდა, რომ აღნიშნული დაავადება გახლავთ ეს ჭიით, პარაზიტით გამოწვეული, ეს არის ეგრეთწოდებული მრგვალი ჭია, მრგვალი ჭიის სახეობა, მაგრამ 8 სხვადასხვა სახეობაზე და მაგაზე ახლა ყურადღებას არ გავაფუძნებ, მხოლოდ ერთია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, სწორედ ის, რომელიც ღორიდან ადამიანს გადაეცემა, იმიტომ რომ სწორედ ღორი გახლავთ უპირველესი ასე ვთქვათ, დამასწნებოვანებელი ადამიანისთვის. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც აი მონადირებს დათვისგან ან მაჩვისგანაც გადადებიათ და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოში ცხენი არ არის ჩვენი სასურსათო მოხმარების, თუმცა არის ქვეყნები, სადაც ცხენიდანაც კი ავადდებიან, ცხენსაც ემართება ეს. ემართება იმიტომ, რომ და უპირველესი პრობლემა რაც გახლავთ, ეს არის ექსტენსიური, ანუ ღორები იზრდებიან ისეთ პირობებში, როდესაც მათ თავისუფლად შეუძლიათ მიირთვან ტრიქინელოზით დაავადებული მღრღნელები. სწორედ მღრღნელები გახლავენ ის ძირითადი რეზერვუარი, რომელიც დაავადების გავრცელებას უწყობენ ხელს. რა თქმა უნდა, ეს დახურული მეურნეობითაც შეიძლება, თუმცა ეს გაცილებით უფრო ნაკლები ალბათობა და იქ დერატიზაციაც ხდება და შესაბამისად შემთხვევით შეიძლება ნაკლები იყოს, თუმცა როდესაც ღორი გაშვებული ყავს გარეთ, ამ დროს ძალიან დიდი ალბათობაა, რომ სანაგვეზე ან ტყეში მათმა მიირთვან ლეში ან ლეში რომელიმე მღრღნელის. აი თუნდაც ცხენებსაც მაგიტომ ემართება, როდესაც ესენი ბალახს წოვენ, ამ დროს პატარა თაგვით შემოეხრამონებათ ხოლმე და შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ მათაც დაემართოთ ტრიქინელოზი ძალიან მაღალია. ღორს თვითონ აღნიშნული სიმპტომები არ გამოეხატებოდა, რომ ღორი საკმაოდ ამტანია პარაზიტების მიმართ და რაიმე ისეთ თუ ძალიან მაღალი ინვაზია არ აქვს, ანუ თუ დიდი რაოდენობით ლარვებს არ შეიცავენ, მათ ფაქტობრივად არაფერი არ ეთყობა, თორემ შეატყო, წონაშიც კი არ იკლებენ, ხოლო თუ უკვე ინფიცირება მაღალ დონეზეა, ამ დროს პარაზიტებით ინფიცირებას გულისხმობ, ამ დროს მათ შეიძლება კოჭლობა დაეწყოთ ან რაღაც დისკომფორტი, თუმცა ძირითადად ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომ სანამ არ დაიკვლება ცხოველი, ხო, მანამდე დაავადების რაიმე პროგნოზირება საკმაოდ რთული, არსებობს გარკვეული სეროლოგია, ანუ სისხლის ტესტები, თუმცა ეს საიმედო არ არის, იმიტომ რომ მაგალითად და ცხენს მხოლოდ 6 თვის მერე შეიძლება სისხლში გამოუჩნდეს ეს ანტისხეულები, ამიტომ ეს სანდო ვერანაირად ვერ იქნება. შესაბამისად, ერთადერთი და მთავარი გამოსავალი არის ის, რომ ხორცი აუცილებლად უნდა შევიძინოთ სუპერმარკეტებში, აუცილებლად უნდა შევიძინოთ იმ ადგილებში, სადაც პირობებია დაცული, რაც იმას ნიშნავს აპრიორი, რომ ხორცი არის მიღებული სასაკლაოდან. ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ
ხორცი, რომელსაც ყიდულობთ, ის პოტენციურად შეიძლება ძალიან მავნებელი იყო ადამიანის და ტრიქინელოზე. როდესაც ადამიანის ორგანიზმში ხდება ის რამოდენიმე ციკლს გადის და ჯერ ლიმფაში გადადის, ჯერ კუჭ-ნაწლავში, შემდეგ უწყლავიდან გადადის კუჭიდან, შემდეგ ნაწლავიდან ლიმფაში, შემდეგ სისხლში და ის მთელ ორგანიზმში ცირკულირებს. რა თქმა უნდა, ძირითადი მათი ასე ვთქვათ, ის ადგილი, შეკრების ადგილი არ გახლავთ განმზორიანი კუნთები, თუმცა ყოფილა შემთხვევაში, რომ ტვინშიც ასულა და ის უმძიმესი შესაბამისი დაავადება გამოუწვევი, ამიტომ ეს არ არის ნამდვილად ხუმრობა და არ უნდა ვიხურნოთ საკუთარ ორგანიზმს და საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, როდესაც ხორცს გარეთ ყიდულობთ ეს ჩამოკიდებულს და არც რაიმე ნიშანდება და არც შესაბამისი პირობებია დაცული. ეხლა მეორე საქმეზე გადავიდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვიცით, რომ გვაქვს ეგეთი ხუმრობით ღორის ქელახსრობის სახით და საკმაოდ პოპულარულია და ეს ჩვენი წესჩვეულებაა სახლში დაკლა. თუ კლავთ ცხოველს სახლში, მაშინ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ რა, რომ ან ძირითადად ეს დიაფრაგმის ფეხებს ეძახიან და რამოდენიმე ნაწილი უნდა წავუღოთ ვეტერინარს შესამოწმებლად, ან, რა ვიცი, უნდა არსებობდეს, უნდა ვთხოვოთ ვეტერინარს, რომ მოვიდეს და შეგვიმოწმოს ხორცი. თუმცა ისევ და ისევ ხაზგასმით ვამბობ, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ახარ დაცული, როდესაც ცხოველის დაკლა და არა მარტო ღორის ხდება ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ. მაგრამ რადგან გვაქვს ესეთი წესჩვეულებები და ამიტომ რომ არ ჩავიგდოთ საკუთარი თავი და სხვების ჯანმრთელობა საწყისში, რომ არ ჩავიგდოთ, აი როგორც გითხარით, ერთმა ღორმა შეიძლება უამრავი ადამიანი დაასნებოვნოს შესაბამისად, ამიტომ უკეთესია თუ ხორცს აუცილებლად შევამოწმებთ ვეტერინარს. კი ბატონო, კარგი შეკითხვა, რა თქმა უნდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების უფრო კარგად ახსნიან, თუმცა მოკლედ გეტყვით, როდესაც ორგანიზმი, როდესაც მიიღებ ლარვებით დასნებულებულ ხორცს და 1 გრამში შეიძლება 100-ობით ლარვაც კი იყოს, იმდენად სწრაფად მრავლდება, ის როდესაც ხდება ორგანიზმში პირველად ხდება ეს რა თქმა უნდა კუჭიდან პირველი რაც აქვს უკვე პირველი ასე ვთქვათ შეგრძნება ადამიანს ეს გულისრევა და დისკომფორტი შეიძლება ვთქვათ ფაღარათი გამოიწვიოს. შემდეგ თითქოს ეს განედდა, შემდეგ სადღაც 2-3 კვირის შემდეგ უკვე ეს ლარვები უკვე იბუდებენ განმზოლიან კუნთებში და აი მაგას უკვე იწყება აი შეშუპება არის პირველად, აი თვალები, შემდეგ მთლიანად სახე შუპდება და იწყება ერთ-ერთი პირველი ნიშანია სახსრების ტკივილი, კუნთების უმძიმესი დაავადებაა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს არის პარაზიტი და შემდეგ პარაზიტის გათავისუფლებას ჭირდება საკმაოდ მძიმე ასე პრეპარატები. ანუ მარტივად ვეკითხოთ, ჭირდება შხამი, რათა ის მოკლა, იმიტომ რომ ორგანიზმს მაგ დროს ეოზინოფილები, ნოგერ აღარ ჩაუბრუნდებით თემას, საკმაოდ უჭირს მისგან გათავისუფლება. ამიტომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს ფატალურადაც დასრულებულა. თუმცა თანამედროვე სამედიცინო შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ეს მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ორგანიზმი, რა თქმა უნდა, განიკურნება ბოლოსში, მაგრამ აი ამ კურნობის პროცესმა შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიწვიოს თვითონ ორგანიზმისთვის, ანუ სხვა რამე შეიძლება დაზიანდეს. შესაბამისად, პარაზიტებისგან გათავისუფლება საკმაოდ რთული და საკმაოდ იცით რა, სარისკო საქმეა, მოდით ესე ვთქვათ. ამიტომ ყველაზე მთავარი არის პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს თქმის საშუალება ხშირად მაქვს, რომ ხორცი არასოდეს არ უნდა შევიძინოთ იქ, სადაც ხორცი არ უნდა იყიდებოდეს. რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი ტრიქინელოზიანი ღორის ხორცის მირთმევა, ის ერთმნიშვნელოვნად ექვემდებარება განადგურებას. თუმცა სადღაც თუ 60 გრადუსზე, სადღაც წუთნახევარი მოიხარშება, ანუ მაგ ტემპერატურაზე საკმაოდ დიდ ხანს მოუხარშავთ, მაშინ
ისინი კვდებიან და ორგანიზმი და უკვე ადამიანისთვის უვნებელი ხდება, თუმცა ეს საკმაოდ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 60 გრადუსზე საუბრობ, ეს არის საუბარი შიგნით, ანუ თვითონ ხორცში უნდა იყოს ეს გრადუსი მინიმუმ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, რომ იქ ტრიქინელას ლარვები დაიხოცოს. თუ გარკვეულად კაფსულირდება, ამიტომ თავდაცვის საკმაოდ კაი უნარი აქვს. აი გარემოში მაგალითად სადაც 4 თვე ძალიან უპრობლემო თავისუფლად ძლებს, ამიტომ გლეში შეიძლება გახრწნილი იყოს, მაგრამ აი კარნივორები და ომნივორები, ანუ ხორცის მჭამელები და ყველაფრის მჭამელები ამ ლეშის ჭამის დროსაც ავადდებიან. ძაღლიც ავადდება, კატაც და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ისინი ჩვენთვის იმდენად სასიში არ არიან, იმიტომ რომ ეს ხორცს მაგათ ხორცს არ მივირთვებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი რჩებიან მისი გარემოში გამავრცელებლებიც. ამიტომ უამრავი ფაქტორი არის ჩართული, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანის საკმაოდ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ისევ და ისევ შეგვიძლია თავი დავიცვათ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ხორცს შევამოწმებთ. ვეტერინარმა ძალიან კარგად იცის, არ არის ეს რთული საქმე, მიკროსკოპით როგორც უკვე გითხარით, 1 გრამში შეიძლება რამოდენიმე ასეული იყოს, თუმცა ეს ყოველთვის ესე არ არის, ამიტომ იცის ვეტერინარმა რამდენიმე ნიმუშს აიღებს, სადღაც შეიძლება 24-მდე პატარ-პატარა ნაწილი დაჭირდეს და იქ ერთგან მაინც თუ იპოვა, ეს ნიშნავს, რომ ეს ხორცი უკვე გამოუსადეგარია. არა, სიმართლე გითხრათ, ეს არ ვიცი თვითონ, მაგრამ იმედია, რომ ჯანმრთელად იქნება, ჯანმრთელობას უსურვებ. მაგრამ თვითონ ის ადამიანი, რომელიც ღორი გაზარდა სახლში და ძალიან გემრიელი ხორცი აქვს, იცით რა არის? 33% საქართველოში არის ტყე. ამ ტყეების დიდი უმრავლესობა არის მუხა, წაბლი, წიფელა, შესაბამისად ძალიან დიდია ცდუნება იმისა, რომ აი 200,000 ღორის გაზრდა შეუძლია ძალიან თავისუფლად საქართველოს აი ბუნებას. თან ხორცის გემოც სხვა არის. ამიტომ იმის ცდუნება, რომ სახლში ყავდეს დაკეტილი, როცა ამხელა სიმდიდრე არის ტყეში, ხო, საკმაოდ ჭირს, ამიტომ ნახევრად ველურ გარემოში იზრდებიან ღორები. ეს ერთი მხრივ კარგია ხორცის ხარისხის და გემოვნებისათვის, თუმცა მას მეორე პრობლემები მოყვება, როგორც არის მაგალითად ტრიქინელოზი. არა მხოლოდ ტრიქინელოზი, ეს არის ერთ-ერთი. არის სოლიტერი, ასკარი, უამრავი სხვადასხვა დაავადება, რომელიც შეიძლება ღორმა გარემო პირობებში, აი განსაკუთრებით თუ მათ ცდომა აქვთ სანაგვეებთან, სწორედ იქ ანუ ორგანიზმი დაინფიცირონ. შესაბამისად, ნებისმიერი ღორი, რომელიც აი ესეთ ექსტენსიურად იზრდება გარეთ, უკვე გარკვეულწილად საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ არ უნდა დავიზაროთ და სასურველია, რომ სასაკლაოზე დაიკლას და შემდეგ მოვიხოროთ ეს ხორცი, ან ვეტერინარს დაუძახოთ, რაც თუ სხვა გზა გამოსავალი არ აქვს ამ შემთხვევაში საუბრობ. შარშან არ იყო ბევრი შემთხვევა, მე რამე ზუსტად ვერ გეტყვით ჯანდაცვის მონაცემებისთვის არ გადამიხედია, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ღორების რაოდენობა იყო საკმაოდ შემცირებული საქართველოში 2000 სადღაც 18 წლამდე 2013-14 წლამდე პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა ახლა ღორების რაოდენობაც იმატა, თუ რეგიონებში გადიხართ, შეიძლება ნახოთ, რომ რაოდენობა საკმაოდ მაღალია და უფრო მეტი და მეტი, იმიტომ რომ ღორის აფრიკული ცხელების აფეთქება საბედნიეროდ ბოლო ხანს არ გქონია, თუმცა ამ დაავადებისგან დაცული ვარ თქო, მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვი, ამას გარკვეული ღონისძიებების ჩატარება ჭირდება. თუმცა ღორის რაოდენობის მატებასთან ერთად მატულობს მათთან დაკავშირებული რისკებიც. ამდენადაც მივიცი, ეს 4 თუ 5 შემთხვევა იყო, როგორც მახსოვს, არ მინდა შესწრომაში შეგიყვანოთ, თუმცა ეს არც ეს არ არის ცოტა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა. შესაბამისად, არასოდეს არ მოვადუნოთ ყურადღება. იცით ალბათ გარდა ტრიქინელოზისა ისეთი არ მინდა შევაშინო, მაგრამ ისეთი ხშირი აიღოთ ღორის სოლიტერი, რომელიც კაი ხანი აღარ დაფიქსირება საბედნიეროდ საქართველოს 3 მეტრიანი ჭიაა, წარმოიდგინეთ. 3 მეტრიანი ჭია ყავს ორგანიზმში და თავის საწოვარებით წარმოიდგინე ამ ხელა ზიანს მიაყენებს ორგანიზმს და შემდეგ იმისგან გათავისუფლება კიდევ. ასე რომ
რა თქმა უნდა, საერთოდ ნებისმიერი შემთხვევის დროს ხდება მისი კვლევა თუ საიდან მიიღო, როგორ პირობებში იზრდებოდა ეს ღორი და ასე შემდეგ და ნუ სტანდარტული სურათი გვაქვს, ღორი იზრდებოდა როგორც უკვე გითხარით, მას თავისუფლად შეეძლო გარეთ გასვლა, თავისუფლად როგორც ტყეში, ასევე ნაგავსაყრელთანაც ჰქონდა გარკვეული წვდომა, შესაბამისად, როგორც თავიდან გითხარით, ღორს ეს არ ეტყობა, ვერ შეატყობთ, საკმაოდ ამტანია პარაზიტების მიმართ, ამიტომ საკმაოდ ჯანმრთელი დაკლა მეპატრონებდა, ნუ მოკლედ გაასხსა ზოგი თვითონ მიირთვა და ნუ აი ესეთ შედეგამდე მივედით. ამიტომ ნებისმიერი ხო გეუბნებით, ნებისმიერი ღორი, რომელსაც ყლავთ ვეტერინარ ზედამხედველობის ქვეშ, არის პოტენციურად საშიში. მაგრამ კიდევ ერთხელ არავის შეშეთებას არ ვაპირებ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. იცით რა ესე არ გააკეთო, ესე არ ქნა, მაშინ ჩვენ ვეტერინარებიც არ ვიგნებოდით. ყოველთვის არსებობს გამოსავალი და რამოდენიმე ვარიანტი არის საუკეთესო და როდესაც სხვა გზა არ აქვს, ესეთიც არის. მაგრამ სულ რომ საერთოდ არანაირი ყურადღება არ მიაქციო და აი თუნდაც ნანადირები, ხო? ნანადირები აუცილებლად უნდა შემოწმეს დათვი, მაჩვი, იგივე პრობლემები აქვს და ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ სწორედ დათვის ხორცითაც დაავადებულა ადამიანი.